გოლჯის აპარატის ძირითადი კომპონენტია ერთშრიანი მემბრანით შემოსაზღვრული ბრტყელი ცისტერნების დასტა. ცისტერნებთან ბუშტუკებია დაკავშირებული. მცენარეულ უჯრედში გოლჯის აპარატი წარმოდგენილია ცისტერნების რამდენიმე დასტისაგან, ეგრეთ წოდებული დიქტიოსომებისაგან, რომლებიც ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. ცხოველურ უჯრედში კი გოლჯის კომპლექსი შედგება უპირატესად ერთი დიდი ზომის და მასთან მილაკებით დაკავშირებული მომცრო დასტებისგან. გოლჯის აპარატის ძირითადი დანიშნულებაა ხორკლიან ენდოპლაზმურ ბადეზე სინთეზირებული ცილებისა და ლიპიდების სტრუქტურის საბოლოო ფორმირება, დახარისხება და მათი უჯრედის სხვადასხვა უბანში განაწილება. გოლჯის აპარატს ორი მხარე აქვს: მიმღები მხარე, იგივე ცის გოლჯი და გამგზავნი მხარე, იგივე ტრანსგოლჯი. მიმღები მხარე ენდოპლაზმური ბადისკენაა მიმართული და მისი ფუნქციაა ენდოპლაზმურ ბადეზე წარმოქმნილი სატრანსპორტო ვეზიკულის მიღება, რომლებიც ცისტერნების მემბრანებს ერწყმის. გოლჯის კომპარტმენტებში ცილები მოდიფიცირდება და მათ საბოლოო დანიშნულების მიხედვით იფუთება სხვადასხვა ტიპის ვეზიკულაში. მეორე ბოლოზე მდებარე ცისტერნებიდან კი ხდება ბუშტუკების გამოკვირტვა, რომლებიც საბოლოოდ ფორმირებული სტრუქტურის მქონე ცილებს შეიცავს. შემდგომ ეს ცილები დანიშნულების ადგილისაკენ გადაიტანება. მაგალითად, განვიხილოთ პირველი გზა, რომელიც გვხვდება ჯირკვლოვან უჯრედებში. ის ცილები, რომლებიც უნდა სეკრეტირდეს უჯრედის გარეთ, მაგალითად ჰორმონი ინსულინი, იფუთება სეკრეტორულ ვეზიკულაში და იგზავნება უჯრედის მემბრანისკენ, სადაც ვეზიკულა ერწყმის მემბრანას და სინთეზირებული ნივთიერება გამოიყოფა უჯრედის გარეთ. მეორე გზა დამახასიათებელია ყველა უჯრედისთვის. ამ დროს ვეზიკულის მემბრანა ერწყმის პლაზმურ მემბრანას და მონაწილეობს მის ფორმირებაში. შედეგად ხორციელდება პლაზმური მემბრანის კომპონენტების გადამუშავება და განახლება. მესამე გზაც ყველა უჯრედისთვისაა დამახასიათებელი. ზოგიერთი მოლეკულა საჭიროა უჯრედში სხვადასხვა ფუნქციების შესასრულებლად. მაგალითად, გოლჯის აპარატში წარმოიქმნება ლიზოსომები, რომლებიც ჰიდროლიზურ, იგივე მომნელებელ ფერმენტებს შეიცავენ. მას პირველადი ლიზოსომა ეწოდება. როგორც დავინახეთ, გოლჯის აპარატი პლაზმური მემბრანისა და სხვა მემბრანული სტრუქტურების კომპონენტების განახლებასა და გადამუშავებაშიც მონაწილეობს. ის პირველადი ლიზოსომის წარმოქმნაშიც იღებს მონაწილეობას და რაც ყველაზე მთავარია, ნივთიერებების უჯრედში და უჯრედგარეთ ტრანსპორტირებაშიც მონაწილეობს. გარდა ამისა, გოლჯის კომპლექსი ზოგიერთი პოლისაქარიდისა და გლიკოლიპიდის სინთეზშიც მონაწილეობს. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, რათა არ გამოგჩეთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები. მომავალ შეხვედრამდე.